გამარჯობა მივესალმებ ჩვენს მაყურებლებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტის მხარდამჭერები არიან სოკარი, სელფი და ტიშერტი და დღეს ყავს სტუმარი გოგა ვეშაპიძე. ამოვიკითხავ რა შემეშაულა. მე პროფესორი ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, იაპონიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში და როგორც მიხვდით, ვისაუბრებთ ფიზიკაზე. სიამოვნებით. მაგრამ მანამდე კიდე სხვა წარსულსაც მინდა შევეხო თქვენსას, მაყურებელი ბევრი მიხვდებოდა, განსაკუთრებით შუა ქალაქის მაყურებელი ერთგულია. თქვენ ხართ პროფესორი შუა ქალაქიდან, პროფესორის როლს ასრულებდით და ასევე კავენის ლეგენდა. ეხლა ლეგენდა რატომ? კაკაბო მომიყვა ესეთი ისტორია, რომ კავენზე მოხდა ესეთი ამბავია, რომ თქვენი გუნდი არ გამოცხადა და მარტო გამოხვედით სცენაზე და მოიგეთ კიდეც ის ტურით როგორ ერქვა, არ ვიცი. ეგ თამაში, იმის შემდეგიც. იმის შემდეგიც მარტო? არა, იმის შემდეგში უკვე ერთი მყავდა დამატებული. მე მოვიდა ერთი. როგორ გაიხსენებთ ამ წარსულს, ამ რაღაცა ჯერ შუა ქალაქით დავიწყოთ. როგორი გამოცდილება იყო? შუა ქალაქი ძალიან. მაგდროს უკვე ფიზიკაშიც მოღვაწეობდით, ხო? კი, მაგდროს უკვე ამ დაბრუნებული ვიყავი იაპონიიდან, ამერიკიდანაც, იაპონიიდანაც და მუშაობდი აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში, რომელიც იმ დროს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარების ქვეშ. და ხო ანუ ეს ძირითადად ანუ ჩემი ცხოვრება იყო ბოლო 15 წელი დაკავშირებული მეცნიერებასთან და საკვლევა და ასე შემდეგ. აი ეს ისევ ესეთ გარემოში აღმოჩენა, სადაც ანუ არამეცნიერი ხალხი არის, მაგრამ მსახიობები და შემოქმედი ხალხი არის ძალიან ისეთი იყო ჩემთვის საინტერესო და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი ასევე რა. დღემდე არის შემთხვევები, რომ გცნობენ სერიალიდან? კი, დღემდე არის შემთხვევები, ყოფილა შემთხვევა, რამოდენიმე წლის წინ, 6 წლის წინ ალბათ, რომ მაღლივში ლექციაზე უნდა შევსულიყავი და გოგო შემხვდა სტუდენტი და მითხრა, რომ ფიზიკურზე ჩააბარა ჩემი პერსონაჟის გამო. ყველა ის არის პატივი არის. და კავენის პერიოდი. საერთოდ რატო მოგინდათ, როგორ მოხდა, რომ სცენაზე მოხვდით კავენის? რავი, კავენი თვითონ რა ბავშვობიდანვე მიყვარდა ეგ გადაცემა, საბჭოთა კავშირის დროსაც იყო, ანუ ჩვენი გამოგონება არ არის, ასე ვთქვა და უნივერსიტეტში მე რა განცხადებები იყო ხოლმე, თამაშები იყო, ტარდებოდა სხვადასხვა ფაკულტეტებს შორის თამაში, იმაზედაც ვესწრებოდი, რა თქმა უნდა. რავი, თქოს მე გუნდი შეიკრა, სხვათა შორის ლაბაძე გვეხმარებოდა, დავით ლაბაძე. ლაბაძეც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც არ მოვიდა? არა, ლაბაძე თვითონ გუნდში არ. ლაბაძე წინათაობის კავშირში კი იყო, ასე ვთქვა. და ხო, ნუ ის თვითონ ის თამაში, რომელზედაც არ მოვიდნენ, ეგ თამაში ერთი კვირით ადრე უნდა ჩატარებულიყო და გადაიდო. იმ თამაშზე მოდიოდნენ გუნდს, არა. გატყვევთ, არ მოდიოდნენ უკვე ხო, მაგრამ გადაიდო, იმიტომ რომ დენი არ იყო რა და ანუ გადაიდო რამოდენიმე დღით და ეს რამოდენიმე დღე მქონდა, რომ მომზადებულიყავი, უკვე ერთ კაცზე მოგვერგო სცენარი რა და რატო არ მოდიოდნენ, რატო გადაწყვეტს რა მოსო? უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს, რომ ვერ მოვიგებთ და იგივე პროგრამა მოიგე საკუთარ თავზე? არა, პროგრამა სხვა იყო რა. შეცვალეთ შეიცვალა კი და ერთ კაცზე იყო უკვე მოგებული. და რამდენიმე დღეში მოახერხეთ ესა? კი. ხო, ძალიან არ არის ადვილი საქმე მაგის გაკეთება და მე სცენაზე მარტო გასვლას წინ ეს არისო? იყო კი, მაგრამ იცი რა, ეს სცენაზე რომ გადიხარ, თითქოს და აი ყველაფერს იკტოვებ რა კულისებში და ეგ მართლა სხვა იმაში ხარ, სხვა რეჟიმში, ასე ვთქვათ რა. რომ იქ უნდა იმას ქნას, სხვა რაღაცა აკეთო და არა ინერვიულო. ხო, არ გინატრებათ ეგ სფერო? ან კამერასთან დგომა?
სფერა კამერასთან დგომა ნაკლებად, ანუ თვითონ ის დრო მენატრება ალბათ სტუდენტობის რა და მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდა ბნელი 90-იანები იყო, მაინც რავი, ფიქრობ, რომ ძალიან კარგი სტუდენტური ცხოვრება მქონდა იმ დროისთვის რა. კარგი, მაშინ გადავიდეთ უკვე თქვენ თავარ პროფესიაზე და რატო ფიზიკა და ну ალბათ მეცნიერებაში ადამიანი როცა ამ მოდის თავარი მამოძრავებელი ცნობის მოყარეობა არის ხოლმე როგორც წესი და რა არის ეს მამოძრავებელი აი სამყაროს შეცნობის თუ აი რაღაც ფიზიკის იქნება თუ სხვა მეცნიერების სხვა დარგის სწავლის თავარი მამოძრავებელი რა არის რა იყო თქვენთვის ფიზიკა თვითონ ასე თქვა ბავშვობაში დამაინტერესა სადაც მე-7-მე კლასში რო ვიყავი ალბათ თვითონ მასწავლებიდან გამომდინარე და მე თვითონაც რო ვკითხულობდი ჯერ აზრი არ ვიყავი ასე თქვათ რა ფიზიკაში რა ხდებოდა რო გავიგე რომ ეს დრო ფარდობითი არის მაგალითად და რაღაც ნელა შეიძლება გადიოდეს ან რაღაცა ეგ მეც გაგებული ხარ ვერ გაზრებული მომდე არ მაქვს და ასე შემდეგ ხო ეს აკვი გრავიტაცია რო გამოდებული ის ну რა თქმა უნდა რაც მაშინ მესმოდა ხა სიღრმეებში მაშინ ვერ შევიდოდი მაგრამ ესეც უკვე საკმარისი იყო რომ რა ვიცი მე ფილმები გავსანახია Back to the Future რაღაცა ის გინდება დროის მანქანის გაკეთება რაღაცა ну ესე დაინტერესდა მე აღმოჩნდა რომ თან მიადვილდებოდა არ მიჭირდა გაგება თუნამ ფიზიკის მასალის რა რასაც სკოლაში ვიხსნიდნენ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა უნდა ვახსენო ვახო მაღლაკელიძე ეს მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული და იქ ყავდა ესეთი ფიზიკის მასწავლებელი და ხო ნუ რა ვიცი კარგად სწავლობდი ასე ანუ ძალიანაც ავწვალობდი რა გაგებაზე, იმიტომ რომ ფიზიკაში ის არის, ანუ საინტერესო რომ ყველა ლოგიკურად ჩდება ყველაფერი რა. არ გჭირდება რომ დაემახსო რაღაც ათასობით წესი და კანონი, რომ რაღაცა გამოითვალო და უშოთ შეგიძლია ეს ყველაფერი რამოდენიმე ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე მიხვდე შენთანაც რა. ლოგიკა გასაგებია მაგალითად, ხო? ნუ თქვენთვის აღმოჩნდა გასაგები გასაგებით ვარ. ხო მე მაგალითად ჩვენთვის ეგრე არის ხო მე მიჭირდა გაგება ნუ ალბათ იმაზეა დამოკიდებული ვინ გიხსნის და ხო აი დამოკიდებულებაც რა მე თავიდანვე არ მქონია ესეთი მე და მე უფრო გამიჩნდა ასაკში რა ეს ინტერესი რომ საერთოდ რა არის სამყარო და როგორ არის მოწყობილი და საერთოდ რა ხდება თუნდაც აი დრო რო ფარდობითი არის აი თუნდაც space time-ის სივრცე დრო ქართულად ესე ითარგმნება ხო ბოლომდე ვერ გავიაზრე კიდე. აი პერიოდულად უბრუნდები, ხან წავიკითხავ განმარტებას, ხან მოусმენ რაღაცა მეცნიერის ახსნას, თითქოს გავიგებ, მე ხვდები რომ კიდე ბოლომდე ვერ გავიგე რა, რანაირად როგორ მუშაობს ეს და რა შუაშია სივრცე და დრო ერთმანეთთან რა. სივრცე და დროს ერთმანეთთან აკავშირებს სინათლის სიჩქარე რა, ანუ ის ფაქტი რომ ინფორმაცია ვერ ანუ ვრცელდება რაღაც სასრული სიჩქარით და თუნდაც რო გაზომო წერტილებს შორის მანძილი ხო რაღაცა ორი წერტილი არის და მანძილი დაზომო ერთი ბოლოდანაც უნდა მოვიდეს სინათლე დაუშვით იმპულსი რაღაც და მეორე ბოლოდანაც იმპულსი რა ეს თუ მოძრაობს თან რა ერთი ბოლოდან რაღაც მომენტში ხო მოვა და მეორე ბოლოდან უფრო სხვა მომენტში მოვა ვიდრე მოვიდო და გაჩერებული რა ყოფილიყო იმიტომ რომ იმან უკვე რაღაც მანძილი გაია და სინათლეს უწევს უფრო მეტი მანძილის გა და აქედან გამომდინარე რომ შენ ერთ-ერთი რაც გააქვს რომ დაასკვნა, ანუ დასკვნა გამოიტანო და უშთ ამის სიგრძეზე არის ეს შენი გაზომილი იმპულსებს შორის დროის ხვაობა რაღაცა ესეთი. ხო. და აი ანუ იმის გამო რომ სინათლის სიჩქარე არის სასრული, უკვე სხეულის მოძრაობაც გავლენას ახდენს იმაზე თუ რამ სიგრძეს გაზომა, რამ სიგრძეთ მოგეჩვენება. თუ იმ სხეულთან ერთად მოძრაობ, იგივე ზომას გაზომავ, თუ გარეთ ახარ უფრო ხო შემოკლებულს რა. ხო. ანუ ეს ადამიანის ტვინისთვის ხო არ არის ასე ან ჩვენ აღვიქომთ ასე ჩვენ ესე არ აღვიქომთ იმიტომ რომ ჩვენ ახლა მაქსიჩქარეზე მოძრავ ობიექტებთან ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეხება არ გვაქვს ჩვენთვის სივრცე და დრო ცალ-ცალკე რაღაცა როგორც ითვლებოდა ფარდობითობის თეორიამდე
რა იყო ფიზიკაში ახლა უკანასკნელი რაც შეიძლება გაიხსენოთ აღმოჩენა თუ რაღაცა თეორია რაღაც ისეთი რამაც გაკვირვება გამოიწვია თქვენი არელოდით ან რაღაც ისეთი მოულოდნელი იყო ეგეთი რა გახსენდება მოულოდნელი აღმოჩენები დიდი ხანი არ ყოფილა ფიზიკაში ალბათ რა ვიცი მოსალოდნელი აღმოჩენა იყო ეს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა რომელიც სტანდარტული მოდელით ნაწინასწარმეტყველები იყო ბევრი წლის წინ 60-იან წლებში და ეხლა აღმოაჩინეს და იმისით რამე ესეთი მოულოდნელი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ თუმცა ის მწიფდება ასე ვთქვათ რაღაც აღმოჩენა მწიფდება იმიტომ რომ არის რაღაც აუხსნელები მაგალითად ეს ბნელი მატერია და ბნელი ენერგია ხო რომელიც არიციან რისგან შედგება რა ნაწილაკები ქმნიან ამ ბნელ მატერიას მაგალითად არის კიდე ახლა ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა შორეული galaktikები რომლებიც ძალიან ძველები არიან და მაგ დროს უკვე ეგეთ ფაზაში თავის განვითარების ეგეთ ფაზაში არ უნდა ყოფილიყვნენ ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ ვიდრე ჩანს რა ეს კოსმოლოგიაზე იმოქმედებს რომ მოდელი იქნება შესაძლებელი სავარაუდოდ და მაგის საფუძველს რა გაძლევთ რომ თქვა რომ მწიფდება ანუ მწიფდება მომდენო ალბათ რაღაც 100 წელიწადში თუ შეიძლება არც თუ ისე 100 წელიწადში ხო შეიძლება საკმაოდ ახლო მომავალშიც მწიფდება რაღაცა თქვა ნაბიჯები გადაიდგა უკვე არის რაღაც მიღწევები კი აი თუნდაც ეს ახალი ყველა ახალი დაკვირვების საშუალება რის ადრე არ ქონდა თუნდაც ეს გრავიტაციული დალღების დეტექტორები ხო რომლებიც რა ვიცი არც თუ ისე დიდი ხანი არ შეგვიძლია უკვე რომ გრავიტაციულ დალღებს მოусმინოთ ეს შემოიტანს ახალ მონაცემებს რაც უკვე მონაცემები იყო იმაზე დაყრდნობით როგორც აჩვენა გამოცდილებამ რავი რთული არის რომ რამე ახალი აღმოაჩინონ მოდელს შენი სამყაროს მოდელს გაუკეთო რაღაც მოდიფიკაცია და უფრო განაზოგადო ხო საჭირო არის ახალი მონაცემები და ახალ მონაცემებს სჭირდება ახალი ინსტრუმენტები და დრო რომ შეგროვდეს და გაანალიზდეს რა ხო თუმცა როგორც თქვი ამოუცნები რა აუხსნელი რაღაცები არის ჯერ კიდევ იმას არავინ ამბობს რომ ყველაფერი უკვე ცნობილი არის რა როგორ მუშაობს ვიცით რომ ბევრი რაღაცა გასარკვევი არის და უბრალოდ ტექნოლოგია უნდა დაეწიოს რომ ახალი სახის მონაცემები შემოვიდეს მე ყოველთვის ამ სფეროში მომუშავე ადამიანს ან ამ სფეროს დაინტერესებულ ადამიანს ხვდები ხოლმე სულ მაქვს ეს ჩემთვის თავარი კითხვა ალბათ ყოველთვის ეგ არის სამყარო თავის შეიქმნა თუ შემქმნელი ყავს და მგონია რომ მაგ მიმართულებით პასუხი არის იმაში სამყარო სასრულია თუ უსასრულო არ მგონია რომ სადღაც მანდარი მაგაზე პასუხიც რა რომ როგორ შეიძლება თუ სამყარო უსასრულოა როგორ შეიძლება უსასრულობა თავისი შექმნილი იყო ან საერთოდ არსებობდეს რა ეხლა კიდევ უფრო ისე აღხსნილს გულისხმობ მაგალითად რომ აი თუნდაც ავიღოთ მიკროდონეზე რა რომ ჩავუყვეთ რისგან შედგება სამყარო ნებისმიერი რაღაც საფეხური რო ავიღოთ მაგალითად თქვა ეს მაგი დავიღოთ რა ეს ხო შედგება ეს არის ხე და შედგება მოლეკულებისგან ანუ ეს ხე რატო არის ასეთი რაღაცა ეს თვისებები თქვა ესეთი დრეკადობა ესეთი შეგრძნება რომ ეხები რაღაც ცეცხლზე იწვის შემდეგ ეს თვისებები აქ იმიტომ რომ შედგება იმ კონკრეტული მოლეკულებისგან კი ბატონო ეს მოლეკულები აძლევს ამ თვისებას და მოლეკულებს საიდან აქვთ ეს უნარიოს თვისება მიცენ იმიტომ შედგება უბრალოდ უჯრედებია ჯერ ახან ხე არის და მე ეს უჯრედები მოლეკულებისგან მოლეკულებს ატომებისგან და ანუ რო ჩადიხარ ეს თვისება საიდან აქვს პასუხი არის ქვედა საფეხურში და ქვედა ის აძლევს და შესაძლებელია თუ არა რომ მივიდეთ სადღაც საფეხურამდე რომელსაც რაღაც თვისება აქვს მაგრამ იმის ქვევით არაფერი აღარ არის ან მაშინ საიდან აქვს ეს თვისება გასაგებია შეკითხვა გასაგებია როგორ შეიძლება რაღაცა სასრულამდე მივიდეთ მიკროდონეზე და იმის იქით არაფერი აღარ იყოს რაღაც კედელს დავეჯახოთ და მე იწყე ანუ სადღაც 0 წერტილიდან იწყებოდეს მიზეზები და თვისებები
რამაც აქამდე მოვყავართ და მე კიდე მიმიდისებით და ზევით და ну იქითაც მეორე მიმართულებითაც უწახვიდე კოსმოსშიც ვერ წარმომიდგენია საზღვარი როგორ შეიძლება ფიზიკურად სადღაც მიხვიდე და ვეღარ წახვიდე იმის იქით რა მოდი კოსმოსიდან დავიწყოთ მაშინ დავიწყოთ კოსმოსიდან მაგალითი როგორ შეიძლება რომ სასრული იყოს სივრცე და საზღვარი არ კონდეს რა აი ორგანიზმოლებიან მაგალითი რო იყოს სფერო ზედაპირი და რო ცხოვრობდე ორგანიზმოლებიან სიბრტყეზე რა ორგანიზმოლებაში რო შეიძლება ცხოვრება მარტო სფერო ზედაპირზე ამდენს გინდა იარეს საზღვარს არ მიადგები თუმცა ზედაპირი არის სასრული სამგანზომილებაში იქნება რომ მოცულობა იქნება და სასრული საიტკენაც გინდა იულიდი რამდენსაც გინდა მაგრამ საზღვარს ვერ მიადგებოდი ხო და მიკროსკოპულ დონეზე რაც შეეხება რავი ითვლება რომ მისულები ვართ იმ ფუნდამენტურ ნაწილაკებამდე რასაც კვარკები ქვია კვარკები ელექტრონები და მე მათი ურთიერთქმედების ნაწილაკები, ფოტონები და გლუონები, ხო და ნუ კიდე არის სუსტი ურთიერთქმედების ნაწილაკები. მაგრამ ნუ ესენი ითვლებიან ყველაზე ელემენტარულ ნაწილაკებად სტანდარტული მოდელის მიხედვით, იგივე მოდელის, რომელმაც ჰიგსის ბოზონი წინასწარმეტ ყველა და ანუ მასზე დაფუძნებით და მართლა აღმოჩნდა და ის ანუ საიდანაც ეს ნაწილაკები ჩნდებიან რა უფრო ფუნდამენტური არის ვიდრე ეს თვითონ ეს ნაწილაკები რა ანუ ვაკუუმში არსებობენ ველები კვანტური ველები რომელთა აგზნებებიც არიან ეს ნაწილაკები ზოგი ანუ ელექტრონს თავისი ველი აქვს ელექტრონული ველი კვარკებს აქვს თავიანთი ველი და რავი ხო ეგ არის ხო ეს quantum fields არის ხო და ანუ შეიძლება არსებობდეს სამყარო სადაც ეს ამ ველს აგზნებები არ აქვს ანუ წარმოიდგინო მარტივად რომ გიტარის სიმი თუ გაჩერებული არის ესე იგი ვაკუუმი გაქვს და თუ ვიბრირებს უკვე ნაწილაკები გაქვს შეგნით რა ხო შეუძლია ივიბრიროს სხვადასხვა ტალღისი ანუ მაგას შეზღუდვა არ აქვს რომ დავშტე სიმის შემთხვევაში ეს ბოლოები დაფიქსირებული არის და ერთ-ერთი ტალღები რაც კი შეიძლება არსებობს რომ მის ტალღის სიგრძე უნდა ეტეოდეს მთელი რიცხვის ჯერა მანძილში და ნუ იქნება რაღაც ყველაზე გრძელი ტალღის სიგრძე რომელზე უფრო გრძელიც უკვე ეს ბოლოები ვეღარ ექნება და გაჩერებულია უფრო გრძელი ტალღის სიგრძე აქვს რა ამაში შეიძლება დაარქვა ერთეულოვანი აგზნება რა ხო იტყვი რომ ეხლა მე ვაკუუმი კი აღარა მაქვს უკვე ერთი ნაწილაკი მაქვს თუ ის სიტუაცია აქვს რომ ეს ორი ბოლო დაფიქსირებულია ისე მაგრამ ორი ტალღის სიგრძე ეტევა ან ორჯერ მეტი ენერგია გაქვს უკვე იტყვი რომ იგივე ჯიშის ორი ნაწილაკი მაქვს სამი ნაწილაკი და ასე შემდეგ რაც უფრო მაღალ სიხშირად აღაგზნება ხო მაგრამ თვითონ ეს კვანტური ველიც ხო რაღაცისგან შედგება ეს ველიც ხო სადღაც არის აი ის ხო რაღაც სამყაროა ხო ამ სამყაროში არის ის ველიც ხო მაშინ კიდე ვერ ახსნი ანუ ველი რახან არის ესე იგი რაღაც თვისებები აქვს უკვე იმ ველს ხო კი ანუ რაღაც სიმეტრიებს უნდა აკმაყოფილოს ხო რაღაც შინაარსი არის მასში ასე ვთქვათ და ამ სიმეტრიებიდან გამომდინარე უკვე რასაც მოთხოვ რომ ეს ველი აკმაყოფილებდეს ნუ ყველაზე მარტივი სიმეტრიებია რასაც ყველაფერს თხოვენ არის მობრუნებების მიმართ სიმეტრია რომ ამ ჭიქას ესე არის თუ ესე რომ მოაბრუნებ რომ ზომები არ ეცვლება და იგივე რო რჩება არის სივრცეში ტრანსლაციის სიმეტრია აგდევს თუ აგდევს იგივე ჭიქა რო არის ხო დროში ტრანსლაციის სიმეტრია არის და არის კიდე ეს არის ანუ სივრცე დროსთან დაკავშირებული სიმეტრიები აქედან გამომდინარეობს ენერგიის და იმპულსის შენახვის კანონები სუბთა ანუ გეომეტრიული მოსაზრებებიდან ასე ვთქვათ და არის კიდე სიმეტრიები რომლებიც ეხება თვითონ იმ ველს ანუ ველის თვისებებს რითი უნდა აღიწერებოდეს რაღაც ველი რო აკმაყოფილებდეს რაღაც სიმეტრიებს რა თუ სხვანაირი ველი არის მაშინ რომ გარდაქმნას რო გააკეთებ უკვე ესეც იცვლის ფორმას და ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე უკვე გიждდება რომ ამ ველს უნდა გქონდეს აი სამი ტიპის ნაწილაკი ველს უნდა გქონდეს მხოლოდ ესეთი ტიპის და ასე შემდეგ
ხო, მაინც მიჭერს გაგება. ის სუბსტანცია თქვენ რაც თვითონ ეს ველი რა არის, ხო? ან რა იწვევს სამუელს, ეგ არ ვიცით, ანუ ეს არის ითვლება როგორც საწყისპირობად, მოცემულობად რა, როგორც სივრცე არის მოცემული, ისე არის ეს. ანუ ეგ ის ხო არის როგორც ერთდროს ატომი ეგონათ ბოლო საფეხური. შეიძლება ესეც იყოს კი, მაგრამ ჯერჯერობით ევიდენცია არ არის რა მაგის. ხო, ანუ მაინც მე მიჭერს თეორიული დაშვებაც მიჭერს, რა შეიძლება მე დაერქვა სახელი რა არის და რატო არის ესე, მაგრამ როგორ აი კედლის წარმოდგენა მიჭერს რა, რაც ვახსენე რა, რომ ეხა ესეც ველს ხო თვისებები აღწერეთ ველის, ხო ესე იგი რაღაცისგან რაღაც ამ თვისებებით არის გაკეთებული ეს ველი, ასე ვთქვათ, ანუ შექმნილი, ან ეს გამოვიდა, ხო. ანუ ამ თვისებებს რაღაცა აძლევს ამ ველს რა, ანუ ეს რაღაცა შეიძლება უკვე ნაწილაკების სახით აღარ იყოს, სხვა ფორმა ქონდეს და სხვანაირი სტრუქტურა იყოს საერთოდ, მაგრამ რაღაცა სტრუქტურა უნდა იყოს, ხო? რაღაცასაც ავღწერთ. ასე იქ ნაწილაკების სახით იქნება თუ ასე იქნება თუ ისე იქნება, რაღაცა შეგვიძლია ავღწეროთ. ანუ თუ ეს უბრალოდ ჩემი ტვინს ჭირდება რომ თვისებებად აღიქვას ეს და მაგიტომ აქვს ეს პრობლემა. ანუ ადამიანური პრობლემა არის ეს ჩემი აღქმის თუ მაინც გაგზელდება იქით ძიება რა, შეიძლება კიდე დავშალოთ ის ველი რაღაცა. ანუ სიმართლე რო გითხრა ხო, ეს მთელი კვანტური მექანიკა არის აი ეგეთი არაინტუიტიური თეორია, რომელსაც ვიყენებთ იმიტომ რომ გვიმარტივებს, ან გვეხმარება და მუშაობს რაღაც ბევრი პრობლემის, რა ვიცი, უმრავლესობა პრობლემის ამოხსნაში ან წინასწარმეტყველებაში რაღაც. ეს ჩვენი წარმოდგენები რომ დავშტი ველი არის და 4 ველი არის და იმას ის თვისება აქვს, ეს თვისება და მე იკვანტება და ნაწილაკები ჩდება და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება იყოს უბრალოდ ჩვენთვის ადვილად აღსაქმე მათემატიკურად ადვილად სამუშაო თუ ესე მიუდგებით, იმიტომ რომ ყოველი ნაწილაკი არის როგორ მწკრივად რო გაშალო რა რაღაც ველის რხევა, ზედმეტ წევრები რო დაამატო, რაც უფრო მეც ამატებ. ანუ ძალიან გადახლართული არის ერთმანეთში ინტერპრეტაცია იმის მოდელის და ნუ რა მათემატიკაც რა თქმა უნდა უდევს უკან ხო და რეალურად არავინ არ ჩერდება ეხლა რომ ანუსო ჩვენ ყველაფერი ვიცით და გავხდეთ ეხლა ინჟინერები და დავიწყოთ ამის გამოყენება ხო ანუ ამიტომაც აშენ მე მგონი გადაწყვიტეს კიდე უფრო დიდი ამაჩქარებელი გააკეთონ უფრო მაღალი ენერგიების რო რაღაც ახალი ფიზიკა არის თუ არა კიდე უფრო მაღალ ენერგიებზე რო ხო ეს ცენტრი რო ამაჩქარი ეგეთი შენდება ახალი ხო ანუ ვიაზრებთ რა თქმა უნდა რომ ეს ილუზია ადრედაც ყოფილა დაუშვათ მე-20 საუკუნის დასაწყისში ან მანამდე რომ ოკეი ვიცით უკვე ყველაფერი დააწი ახალი რაღა უნდა აღმოაჩინოთ ხო მაგრამ როგორც გითხარი ანუ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი ხდება უფრო ახალი და ახალი რეჟიმებში დატესტვა სამყაროსი რა ნუ აღმოჩენა ახლა ჩვენ მასშტაბებზე ნაკლებად მოხდება და ჩვენ ენერგიებზე ალბათ მოხდება უფრო მაღალ ენერგიებზე, რომელიც ჯერ აქამდე ანუ არ უცდიათ და მაღალი ენერგიები ასევე ნიშნავს პატარა მანძილებს, უფრო ახლოს შეგიძლია მიიტანო ეს შენი ზონდი, ასე ვთქვათ, ერთ ნაწილაკს აჯახებ მეორეს და რაც უფრო დიდი ენერგია აქვს, მით უფრო ახლოს შეუძლია მივიდეს და დაინახოს იქ დეტალები. ეს იფანტება მერე და გაფანტვის კუთხით და პარამეტრებით ხდები იქ რა ხდება. და მეორე ფრონტი არის მაკროსკოპული, ანუ კოსმოლოგიურ მასშტაბზე, თუნდაც ეს შავი მატერია. ხო, აქაც ეს სფეროს ანალოგიაც მოსმენილი მაქვს, მაგრამ ეგეც მიჭერს ხოლმე გაგება რა, რომ ეს სივრცე თუ ერთად სამყარო თუ ფართოვდება და როგორც ეს სფერო, რაში ფართოვდება სად არის ეს სამყარო? ხო, კიდე რაღაცაში არის შადევანი, ხო. რახან გაფართოების უნარი აქვს ალბათ რა და ალბათ ოღონდ დიდი გარღვევა არის საჭირო მისთვის რომ კიდე უფრო წინ წავიდეთ. ხელოვნურ ინტელექტს თუ აქვს მაგის უნარი თქვენი აზრით რა? ჩემი აზრით აქვს, იმიტომ რომ ნუ მართალია ნუ ბევრი გენიოსი ფიზიკოსი იყო და არის კიდეც, მაგრამ
ამ ხელოვნურ ინტელექტს რაც შეუძლია რა ადამიანის განსხვავებით არის რომ დიდი რაოდენობის ინფორმაცია ერთდროულად კონდეს თავში რა იყოს ბევრ დარგში ექსპერტი ასე ვთქვათ და დააკავშიროს თითქოს ერთ შეხედვით ერთმანეთთან კავშირში ან ყოფი რაღაცები ერთმანეთთან რა რაც შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს ანუ შეიძლება იყოს სიტუაცია რომ უკვე არსებული მონაცემებით რაც ექსპერიმენტზე დააკვირდნენ და ყველაფერი რო აიღო ხო იქიდან გამომდინარე უკვე შეიძლება შესაძლებელი იყოს დასკვნების გაკეთება და ახალი არ არის ადამიანის ეს ყველაფერი ერთიანად აქვს თავში ხო ხო და ეს ხელოვნური მონაცემები უბრალოდ ანუ ამ ხელოვნურ ინტელექტს რაც არ აქვს ჯერჯერობით არის რომ ინიციატივა არ აქვს აი თვითონ რო გაუჩნდეს იდეა ან ცნობის მოყარება ხო შეიძლება დაავალებ კი ბატონო რომ აი რას ფიქრობ ამაზე გეტყვის მაგრამ რომ შენ ისეთ რამეს ვერ დაავალებ რაც თვითონ არ მოგსულია თავში ხო ხო ანუ სად უნდა ეძებოს უნდა მიუთითო მაშინ ხო და მაშინ ბარემ შენ თვითონ მოძებნე ხო აი გაუცნაური პარადოქსი არის ამ დღელა ინფორმაცია აქვს მაგრამ რეალურად პასუხები აქვს მაგრამ არ გეუბნება კი არა და არ იცის რომ გაინტერესებს და შეიძლება ვიღოთ მეტი ის თვითონ არ აინტერესებს ალბათ მაგრამ მე ვფიქრობ რომ ხო ანუ რავი ახლო მომავალში უკვე დახვეწენ იმდენად ხელოვნურ ინტელექტს რომ დიდი გარკვევის დასმა უნდა ვისწავლოთ უკეთესად ხელოვნურ ინტელექტთან რომ იმან მერე მოგცეს ის პასუხები ხო და იმანაც უნდა ისწავლოს კითხვების დასვა ჩვენთვის ალბათ ხო ან თავისთვის რა თავის კი უსვამს ხოლმე ახლა დიპსიკის ის რომ ნახო ანუ დიპსიკთან რა მქონია შეხება ანუ რაღაც რო კითხავ ხო პასუხს დააგენერირებს მოკლეს და მე ეკითხება რომ მაიცა ეს ხო ესე არის მაშინ ესე მე მეორე იტერაციაზე მედის მე კიდე რაღაც კითხვას უსვამს თავისავს და ბოლოს მიდის ჭეშმარიტებამდე პასუხამდე ო დიპსიკი არ გამომიყენებია რა ზუსტ თქვენ საქმეში იყენებთ ხოლმე კი ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ რომელს სხვადასხვას რა დიპსიქს ნაკლებად ChatGPT-ს ვიყენებ ძირითადად და Grok-ს ფასიან ვერსიას თუ უფასოებს არა აქვს შობა ნიშნობა აქვს მაგრამ ჯერჯერობით უფასოს ვიყენებ ну რაღაცა რამოდენიმე საათი თუ რაღაც რაოდენობა ტექსტის უფასოდ არის ხოლმე დღის განმავლობაში და ძირითადად ყოფნის ხოლმე ხო არა მე იმიტომ ვკითხე რომ მარტო მაგაშია შეზღუდვა ხო რაღაც ხარისხში არ არის შეზღუდვა ანუ მაშინ რომ უკეთეს პასუხს მოგცემს კი რაღაც დროის მერე ჩვეულებრივ მოდელზე გადაერთვება და უფრო ნაკლებად ხარისხიან პასუხს გაძლევს ეგ ეთყობა კი მაგრამ სანამ ეს O3 არის ChatGPT-ს ჩართული ხო რაღაცა უკეთესი არის ნამდვილად იყო რაღაცა ჩიტი იყო და ფოტო გადავუღეთ და ფოტო ავტვირთეთ რა არისო და გითხრა ინგლისურად ზუსტად და მე ქართულად არასწორად გითხრა სახელი და უგუგლე მე ვთხარ რომ ეს არასწორი სახელია თქო და კაი მოიცაო და გუგლა და მე ახალი პასუხი მომწა და კიდე არასწორი იყო რაღაც სიტყვა მოიგონა ასეთ არც იგუგლებოდა არც ის არის სწორი მეთქი და კაი მოიცადეო და მე სამეჯერ მითხრა ნამდვილი ისა მართლა რაც იყო ქართულად და წყაროებიც მოიტანა რომ აი გადავამოწმე ამ საიტზე და ეს უკვე ნამდვილად ეგ არის რაღაც ბაზები გადავამოწმე და პირველი პასუხი ის ქართულად ინგლისურად სწორად მითხრა მეც უფრო ხშირად დავიწყე გამოყენება მაგალითად ის დავაწერინეთ კვების დიეტა დავაწერინე ის დავალება რომ ამ სიმაღლის ამ წონის ვარჯიშობამდეს და მინდა ეს მივაღწიო და ჩავამიწერე დიეტა თან ისიც მივუთითე რა საჭმელი მიყვარს და მშვენიერი დიეტა დამიწერა და ერთი კვირა დავიწყე და უკვე შედეგს ვხედავ ამ დიეტის და ChatGPT ხო მე ძირითადად ხან ბოლო დროს გამომიყენებია სტუდენტების საშინაო დავალებების საკითხების მოსამზადებლად ასე ვთქვათ რომ ვეტყვი რომ აი ეს თემები გვაქვს გავლილი მინდა ამდენი ამოცანა ამდენი საშინაო დავალება და ის მე სტუდენტებიც საშინაო დავალებას ChatGPT-ით აკეთებენ ალბათ მე ის მეკითხებიან პასუხებს მინდა იქამდე ვერ მიედი რომ ChatGPT-მე გაასწოროს ამათი წერი და ესე და დაგჭირეთ მე სამსახურში ზიარული ბოლოს და შენს დავისვენებ და სტუდენტების კიდევ აი ის ვახსენეთ არის ხოლმე ამ კვანტურ სამყაროში ეს კვანტური ჩახლართულობა სწორი ტერმინი არის კი quantum entanglement ეს მართლა ეგეთი მისტიური არის როგორც წარმოაჩენენ ხოლმე მისტიური არის პრინციპში იმიტომ რომ ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგეთ რამე არ გვხვდება ხო
მოკლედ აღწერდა და თუ არასწორია შემისწორეთ, რომ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილაკი არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილზე და რამდენი სინათლის წელიწადით არის დაკავშირებული. ერთ ნაწილაკს რო უცვლი რაღაც პარამეტრებს თუ ის რაღაც ზემოქმედებ ერთ ნაწილაკზე, მეორე ნაწილაკზეც ავტომატურად აისახება. რაღაც კი. სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია. ანუ ინფორმაცია ვერ ვრცელდება მაინც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ანუ მანდ რა ხდება, რომ ანუ სამყაროს ერთ ბოლო დავარქვათ, ერთ ბოლოში იყოს ეს ნაწილაკი და მისი დაკავშირებული მეორე ბოლოში აქ რო შეცვლი რაღაცას, იქაც იცვლება. ეს არის მოყოლეთ პრიმიტივი ახსნა რაც მომისმენთ. იქაც იცვლება, უბრალოდ აქ შენზე არ არის, ანუ აქ შენ ვერ აკონტროლებ რას გაზომავ. ანუ ეს უნდა გაზომო შენ ნაწილაკი, რომ ისიც რაღაც მდგომარეობაში ჩავარდეს რა და აქ რასაც ზომავ მეტნაკლებად არის შემთხვევითი outcome რა, შემთხვევით შედეგს ღებულობ. რამოდენიმე მდგომარეობაში თუ შეგიძლია აღმოაჩინოს ნაწილაკი, სხვადასხვა ალბათობებით არის რა და რომელიღაცაში აღმოაჩენ და ისიც რო გაზომო აღმოაჩენ რომ ამის საპირისპირო თუ რა ანუ როგორი ისიც ხონდა ბმა დადებული მდგომარეობაში აღმოაჩენ რა. ხო. და მის მიზეზი არის ხო. მიზეზი არის ის რომ ეს ორი ნაწილაკი რო გახდეს გადაბმული ასე ვთქვათ ხო მათ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან. იურთიერთონ ნიშნავს რომ ამისმა ველმა ან ამისმა არსებობამ გავლენა უნდა მოახდინოს მეორე ნაწილაკის ევოლუციაზე, ტალღურ ფუნქციაზე ხო და ასევე ამ პირველ ნაწილაკმა უნდა მოახდინოს მეორე ნაწილაკის ტალღურ ფუნქციაზე. თუ ესენ ამათნა ურთიერთქმედება არ ქონიათ, მაშინ ჯამური სისტემის, მთლიანი სისტემის ტალღური ფუნქცია, ხო, ანუ ტალღური ფუნქცია არის ობიექტი, რომელიც გეუბნება რა მდგომარეობაში არის სისტემა, რაღაც მათემატიკური ობიექტი არის, რომელიც ახასიათებს რა მდგომარეობაში სისტემა. ერთ სისტემას, ანუ ორივე სისტემას თავთავიანთი ტალღური ფუნქცია აქვს, მაგრამ მთლიან სისტემასაც აქვს ასევე ტალღური ფუნქცია. თუ ეს ნაწილაკები ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ და არც არასოდეს ქონიათ ურთიერთქმედება, მაშინ ჯამური ტალღური ფუნქცია, ჯამური სისტემის იქნება ამათი ფუნქციების ნამრავლი უბრალოდ რა. თუმცა შეიძლება ანუ არსებობდეს ორ ნაწილაკიანი ბრჭყალებში ტალღური ფუნქცია, რომელიც ორი ნაწილაკის ტალღური ფუნქციების ნამრავლი არ არის. ანუ ვერ დაშლი ორი ნაწილაკის ტალღური ფუნქციის ნამრავლად. რაც უკვე ნიშნავს, რომ ამ სისტემაზე ვერ იტყვიროს ორი ნაწილაკი მაქვს და ერთი ნაწილაკი აქ არის, ერთი ნაწილაკი იქ არის. ეს არის უკვე ერთი სისტემა, რომელიც აღიწერება ერთი ეს ტალღური ფუნქციით, ხო? და როცა ამ სისტემას გაუზომავ რაღაც ნაწილს, ეს გაზომა ამ მთლიანად სისტემაზე ახდენს გავლენას, არა მხოლოდ მის ნაწილზე, არამედ მთლიანი სისტემის ტალღურ ფუნქციაზე რა. რის გამოც ის მეორეც უკვე აღმოჩნდება გაზომილი. კარგი, სიმულაციის თეორიაზე გადავიდეთ. მანამდე შევისვენოთ. სოკარის შეკითხვა, ესეთი ჩვენი სპონსორის თქვენ როგორ ისვენებთ ხოლმე და ივსებით ენერგიით რა არის თქვენთვის თავარი წყარო? თავარი წყარო არის იმის კეთება, რაც აი მომენტში მინდა, რაც იმ მომენტში მაინტერესებს, აი მაგის საშუალება თუ მაქვს და არ მაქვს საკეთებელი ისეთი რაღაცა, რაც გასაკეთებელია, მაგრამ აი ეხლა არ მინდა და უფრო ამას გავაკეთებდი, მაშინ ვისვენებ რა. მაგალითად სტუდენტებისთვის დავალების მიწის მოვიკრა. ხო. ხო, ეგ არ არის დასვენება, ხო, ეგ უფრო ის არის. რუტინული საქმე გასაკეთებელი კიდე. ხო, აი უფრო, რა ვიცი, რაღაცას რო ვაკეთებ განსაკუთრებით კომპიუტერის გარეთ და რეალურ სამყაროში ისეთი ცნობა არის fulfilling რავი. ხო. რატომ იქნება fulfilling? შემავსებელი, ხო შეიძლება. თან რო იცი რომ შენვე გამოგადგება ეს რაღაცა, რას აკეთებ. აი რებია ხო მაგალითად შეიძლება გახსენო. რავი, ელექტრონიკაში რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. ძირითადად ელექტრონიკაში ან 3D პრინტერზე რაღაცას ჯერ ხაზავ, მე ბეშტავ რაღაცებს ვაწყობ. ეს
უკანო ფიგურები ეს 3D პრინტერით არის გაკეთებული. ყავდა სტუმარი ჩემი მეგობარი რეჟისორი გიორგი გოგიჩაშვილი, მასაც აქვს 3D პრინტერი და ეს Breaking Bad-ის პერსონაჟები დაპრინტა იმან თავისი სფეროდან გამომდინარე. საინტერესო რაღაცაა ეს 3D პრინტერის. მეც ბევრჯერ მომდომებია რომ ქონოდა. კარგი, შემდეგ სპონსორზე გადავიდეთ, ეს არის T-shirt G. ეს არის მაისური, ეცალოთ კანთვის. ვაა, დიზაინითაც. გაიხარეთ. რო გახსნათ წინამდე თორქად. ეს არის ყოფილი მაიკა G. მაიკა. ეს არის T-shirt G. და ეს არის მაისური, რომელიც ვაა, თქვენ გამოგიგზავნეს ასე ვთქვათ. უღმესი მადლობა ჩვენ სპონსორს. ეუდრის MC კვადრატს. სხვანაირად გაგებული. ფორმულა. ხო, ამ მაისურის ლინკიც ესეთ მაისურის ყიდვაც შესაძლებელია საიტზე და იქნება მითითებული აღწერაში. გავაგრძელოთ სიმულაციის თეორია დღეს ძალიან პოპულარული გახდა. არ ვიცი დღეს გახდა თუ არა, მე ბოლო პერიოდი რაც ჩემ თვალსაჩინში მოხვდა და შეიძლება დრეც იყო აქტიურად განეხილებოდა და როგორ უყურებთ ამ ამბავს? ჯერ ზოგადად თეორია რომელიც არ არის falsifiable, ასე ვთქვათ რა, არ განიხილება ხოლმე მეცნიერებაში, ანუ ჰიპოთეზა, რომელსაც რამე იყოს ვერ დაამტკიცებ რომ ცდარი არის. ხო, ანუ ამ სიმულაციური სამყაროსი, ხო, თეორიის მიხედვით რა არის, უნდა იყოს რამე ისეთი შედეგი, ხო, თუ ეს სამყარო სიმულაცია არის, მაშინ რამე შედეგი უნდა იყოს, რომელსაც ცდას ჩავატარებს და ვნახავთ, რომ ეს მართლა ესე არის და ეს ჩვეულებრივი მოდელი, რაც გვაქვს ახლა, ის ამას ნამდვილად ვერ ახსნის რა. მაშინ გახდებოდა კი სიმულაციის თეორია უფრო plausible მისაღები. მაგრამ ახლა უბრალოდ სპეკულაცია არის, რომელსაც კი ბატონო საინტერესო არის. მაგრამ რავი, იქიდან გამომდინარე რომ მივუდგეთ, რომ უნდა ეცადო რომ თეორია იყოს, ანუ არ გაართულო ზედმეტად თეორია, მოდელი ასე ვთქვათ, ხო? კი შეიძლება გაართულო, მაგრამ თუ არ არის საჭირო და ისედაც ხსნი ყველაფერს, შენი მოდელი რაც გაქვს, ხო? ან შეიძლება ყველაფერს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სიმულაციის თეორიას ვერ ხსნის იმ რაღაცას. მაშინ რატო უნდა გქონდეს უფრო ისეთი გართულებული მოდელი, ხო? ხო, რატო გახდა პოპულარული? თუ რაღაც მოდა მოიტანა რა. ალბათ მოდის ამბავი არის, ხო? მატრიცის მერე გახდებოდა ალბათ განსაკუთრებით პოპულარული. ხო, ნუ როგორც ალბათ რაღაც პლანეტელების თემა გახდება ხოლმე პოპულარული რაღაცა. ილონ მასკმაც შეუწყო ალბათ ხელი ბევრჯერ უხსენებია ესა. ხო. ხო, ნუ ეს ადრედაც იყო ეს თეორია, მე მგონი 70-იანებში იყო კიდე ზუსეს თეზისი, რომელიც პრინციპში მე მგონი აჩვენა, რომ კვანტური მექანიკა სიმულირებადი არის ასევე კვანტურ კომპიუტერზე რა. სამყარო შეიძლება ააწყო ისე, რომ ეს იყოს სიმულაცია, მაგრამ იყოს კი ბატონო, რა განსხვავებას გვაძლევს ეს, ხო, თუ კი ამას ვერ იყენებ ვერაფერში. ან ისეთ ფენომენს არ გაძლევს, რომელიც ამბობს, რომ ეს მართლა ეგრე არის და აქამდე ვწდებოდით. ხო, ხო, ასე გებია ჯერ ცხოვრებაში ვერ ვიყენებთ ვერაფერში, ასე ვთქვათ, ხო, და ესე იყოს გინდა ასე სიმულაცია არის თუ არა. თუმცა ანუ კვლევა ალბათ უნდა იყოს მაგ მიმართულებითაც, იმიტომ რომ არასოდეს არ შეიძლება ვიღაცა მივიდეს რაღაცა ექსპერიმენტამდე, რომელიც აჩვენებდა, რომ არის განსხვავება, ხო? როგორც აი კვანტური მექანიკის შემთხვევაში იყო ორი ვერსია, რომ ერთი არის ჩვეულებრივი, ანუ პროკვანტური ვერსია, რომ სისტემა არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოაჩენ გაზომვისას, ანუ წინასწარ კი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ გაზომვის დროს ღებულობს იმ მნიშვნელობას რაღაცა ფიზიკური სიდიდე და
მეორე კლასიკური თეორია, რომელსაც აინშტაინი ემხრობა და იყო, რომ ყველა გაზომა სიდიდეს აქვს უკვე რაღაცა მნიშვნელობა. უბრალოდ არის რაღაც გაზომადი სიდიდები ასე ამ სისტემის, რომელიც მნიშვნელობას ჩვენ არ ვიცით, ვირზომავთ და ამიტომ გვეჩვენება, რომ ეს გაზომის შედეგი მერე არის შემთხვევითი სიდიდე. თორე ის რო გწოდ, არის როგორც კამათრის გაგორების რო ზუსტად რო იცოდე რა საწყის პირობებით აგორებ, ხო? რა სიჩქარით და რა პოზიციიდან შეგვიძლია გამოითვალო რა დაждდება რა რიცხვი. ეგეთ რაღაც მომთ, რახან არ ვიცით, ამიტომ გვეჩვენება, რომ ეს არის შემთხვევითი, რაზედაც დაждდება, ხო? ამას ამბობდა ასევე აინშტაინიც, არ მოწონდა კვანტური მექანიკა და 60-იან წლებამდე გრძელდებოდა ეგ ამბავი. და თვითონ ექსპერიმენტი კიდევ უფრო უგემოვნო 80-იანებში ჩაატარეს. ანუ 60-იანებში ბელი იყო ესეთი მეცნიერი თეორემა ჩამოაყალიბა, ბელის უტოლობები, რომელიც საშუალებას იძლევა განასხვაო, რომ ეს სისტემა, კვანტური სისტემა მართლა კვანტურად იქცევა თუ როგორც აინშტაინი ამბობდა, რაღაც ფარული ცვლადები აქვს, რაც ჩვენ არ ვიცით და იმიტომ გვეჩვენება, რომ შემთხვევითად იქცევა. ანუ ექსპერიმენტი ეს მათემატიკურად დამტკიცებადი არის, რომ კლასიკური სისტემა უნდა ემორჩილებოდეს ამ უტოლობას, კვანტური არ ემორჩილება რაღაც შემთხვევებში რა. და ცდაზე მართლაც არ დაემორჩილა, ანუ ამან უკვე გამორიცა რაღაც გაგებით ესეთი კლასიკური თეორიები, რომლებიც უბრალოდ ამბობდა, რომ ეს სტატისტიკურად არის ესე და ჩვენ არ ვიცით წინაპირობები, თორე სინამდვილეში ყველაფერი განსაზღვრულია. ხო, მე კიდე ძალიან ხშირად რაღაცა იუმორი მგონია ხოლმე, რაღაცა რაც აი სასაცილო არის, თუ სიმულაციურია, სამყარო მატრიცაში ვცხოვრობთ, ამის რაღაცა მატრიცის დანახვა მგონია, რაც არის მე სასაცილო, ანუ იუმორს სიცილსაც იწვევს, არის რაღაც პარადოქსის დანახვა სამყაროში რა, რომ აი ეგ კიდე მაფიქრებს, რომ რაღაცა მატრიცაში ვცხოვრობთ და ტვინი თუ ცნობიერი, მე აღიქვამს ამ იუმორს რა, ანუ რაღაცას დაინახავს, რომ ეს პარადოქსია და თუ ყველაფერი ეს წესების მიხედვით არის სამყაროში ეს არ უნდა მოხდეს წესით, აი მან ხედავ თითქოს რაღაცა იმას გამონათება თუ არ ვიცი რა ქვია რა. იმედს რომ სიმულაციაში რაღაცა ხო რა. არ ვიცი იმედიათ უნდა კონდეს მაგის კარგია თუ არა სიმულაციაა, არ ვიცი, მაგრამ თითქოს აი რაღაცა ხედავ ბაგი როგორ იქნება რაღაც შეცდომას, რაღაც ხრელს აი მატრიცაში სადაც ხარ რა. უცებ ისეთი რაღაც სასაცილო რაღაცა რომ მოხდება აი. იუმორის მიმართ მაქვს ეგ დამოკიდებულება რაღაცა ჩემთვისაც ეგ ცოტა მისტიკური არის, აი რაღაცა რატო არის სასაცილო რა ხშირად ვერ ვხსნი ხოლმე. ეს შემიძლია მოვყვება აი სასაცილო, იმიტომ რომ ესე და ესე, მაგრამ მაინც საბოლოოდ სიცილს რა იწვევს, არ ვიცი რა. თქვენ ეს რა არის იუმორი, სასაცილო რა არის? სცენაზე დგარხართ და მარტო გაგიცინებიათ ბევრი ადამიანი ეგრე. მე მაცინებს აბსურდი ხოლმე რა. რა ვიცი, სიცილი ზოგადად ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაში. და რა აცინებს ადამიანს? მოულოდნელობა ალბათ, ხო? მოულოდნელი დასასრული, თუნდაც ხო ანეკდოტი რომ მოგიყვნენ, თუ იცი როგორ მთავრდება, უკვე აღარ გეცინება, ხო ასე არის. ან თუ შეგვიძლია რომ მიხვდე როგორც განვითარდება, უკვე ნაკლებად გეცინება. მაგრამ ხო არის რაღაცაც კიდევ ბევრჯერ გეცინება ერთ და იგივეზე. აი თუ კომედიურ ფილმს შეხედავ თავიდან და ისევ გეცინება. მიუხედავად იმისა, შეიძლება ზეპირად იცოდე, მაგალითად რა ვიცი სპერმთები ან სხვა კიდე ზღვისთვის როგორც ჩემთვის მაგალითად ოფისის საყვარელი სერიალი, რამდენჯერაც ამბობ არის მომენტები, როცა ზუსტად ისევ მეცინება, როგორც პირველი ნახევარს გამეცინა. ვერ ხსნი ხოლმე ამას არის. ახო პარადოქსები და კი აბსურდები და პარადოქსები რა და მოულოდნელობები ჩემთვის ეგ არის. კომედიური კონტენტს უყურებთ ამ ფილმებს და სერიალებს კიდე. დროის შეზღუდულობის გამო ნაკლებად ვახერხებ უკვე სამწუხაროდ. თუმცა როცა მაქვს საშუალება კი სიამოვნებით განსაკუთრებით ჩელნატანოს ფილმები მიყვარს. ჩელნატანო ბლეფი მიყვარს განსაკუთრებით ბლეფი ხო რუსული თარგმანია აფერისტები როგორ იქნება. მუსიკაც გენიალურია. კი და ნუ ჭირვეულის მორჯულება და ჩელნატანოსაც ძალიან კარგი იუმორის გზნობა აქვს. Sci-fi ფილმებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
sci-fi ფილმები ძალიან მიყვარს. უკან მომავალ შეხსენეთ რაც იყო ერთ-ერთი Back to the Future კი. ანუ ბიძგი რა იქ ზოგადად დროის მანქანისიდია ძალიან მომხიბვლელი არის რა თქმა უნდა. თან ეგეთი მადაგურიც არის. თან ეგეთი ხო, განსაკუთრებით პირველი სერია რომ თავდება. კილას რო აგდებს საწვავად. ხო. ეგეთი თუ ყავს კაი. აი ხა რომ მას გამოყოფდით. ერთი თქვენი საყვარელი რომელია და მეორე ყველაზე ახლოს რეალობასთან. ჩემი საყვარელი ამ დროინდელი sci-fi ფილმი და ნაწარმოების თვითონ არის Dune. Dune? Dune. და საკმაოდ ახლოს არის რეალობას, რა ვიცი, წიგნი თუ გაქვს საკითხული. თუნი სამყარო ხო რაც აქვს აღწერილი ხა, ყველაფერი ანუ make sense, ლოგიკური არის, არ არის რაღაცა ეს რატო არის ესე. ძალიან ცოტა რაღაცაზე შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, იმიტომ რომ ყველაფერი ახსნილი არის, რომ ეს რატო არის ეს და ძალიან ლოგიკური არის და შესაბამისად მაგარ ჩამთრევი არის და რეალისტური სამყარო რაც შექმნა ჰერბერტმა ხო. მატრიცაც ასევე ძალიან ოპტიმიზმ მაგ ფილმს კი არის მოვლენა ასე ძირითადად პიროვნებს, თუმცა პირველ ტრილოგიას ასე ვიტყოდი მაშინ. ხო, პირველ სამ ფილმს. თავისუფალი ნება არსებობს? არ ვიცით. როგორც გვინდა დავიჯეროთ, ალბათ ეგრე იქნება. კლასიკური ფიზიკით არ არსებობს, კვანტურით განსაზღვრულია. იმიტომ რომ ყველაფერი განსაზღვრულია კი, ოდესღაც გაგორდა ეს კამათელი და მოგორავს და მოგორავს. ხო, დიდი აფეთქება სიტყვაზე. ხო, და კვანტურით, კვანტურს დავიკითხებით, აი ეს რაც გითხარით, გაზომვის პრობლემა, ხო, რომ როცა ზომა არ იცი რა პასუხს მიიღებ, იმიტომ კი არა, რომ შენ არ იცი უბრალოდ, წინა ანუ განუსაზღვრელი არის რა ეს პასუხი, გაზომამდე განუსაზღვრელი არის და გაზომვის მომენტში წდება. მაგაგებით რაღაც შემთხვევითობა მაშინ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე და მაშინ განსაზღვრული არ არის ასევე ბედიც და შესაბამისად თავისუფალი ლებაც ალბათ შეიძლება არსებობს. თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი ზოგადად სამყაროს ყავს თუ არა შემოქმედი და შემქმნელი ამ კუთხით ინტერესდებით ხოლმე თქვა სამყაროს შეცნობისას თუ გაგებისას. კი, რა თქმა უნდა, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არსებობს მოდელები, ინფლაციური თეორია მაგალითად, რომელიც ხსნის, ანუ როგორ მოხდა ეს დიდი აფეთქება. არც თუ ისე ცუდად ემთხვევა დაკვირვებებს. მაგრამ მეორეს მხრივ ხო ამ სამყაროს შექმნას დაუკავშირებდი უფრო თვითონ ადამიანს რა. რომ ადამიანი რო იბადება ჯერ მის სამყარო რა არის ხო თუ არ იცის ადამიანმა რომ ეს არის ჭიქა ეს მაგიდა ხო რასაც ხედავს არის უბრალოდ ფერების რაღაც ნარევი რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს მისთვის ხო ისიც არამკვეთრი გუნდოა არამკვეთრი ხო და თანდათან დროთა განმავლობაში უკვე იკვეთება რაღაცა უცვლელი რაღაცეები ხო უშო ეს ჭიქა ყოველთვის ესეთი არის უკვე ამოიცნო ხო მე როგორ შეუძლია სახელის დაარქვას და ესე ნელ-ნელა მის სამყაროში ჩნდება ობიექტები და მთელი სამყაროც იქმნება მე ნელ-ნელა რა ანუ ადამიანი ქმნის სამყაროს ყველა ადამიანი ქმნის თავის სამყაროს კი და განსხვავებულს ასე ერთმანეთისგან ხო მაგრამ ერთი სამყაროში ალბათ მაინც ხო რავი ხმე შემიძლია კითხო რომ რა იცი რომ არ გესიზმრები მე და ეს ყველაფერი არ გესი ხო არის ეგეთი კი კითხვაც რომელზეც არ არის პასუხი ხო არა ხო ვერჯი მქონია სიზმარში მიფიქრია რომ ეხლა ეს სიზმარი იყოს მეცოდინებოდა თქო მაგრამ მე მაინც სიზმარი აღმოჩენია ასე რომ იმედი არ მისიზმრება და წერეთ ნამდვილად პოდკასტს სამსახურში მაინც რაზე დადებდით ასე ვთქვათ რა ყავშექმნელი თუ არა აი ხა რო გიწევდეთ გადაწყვეტილება
ყოველ შემთხვევაში რაც დღეს ვიცით ფიზიკაზე იქიდან გამომდინარე. ან ინტუიციურად. ვინმაც ბიძგი მისცა იმას ხო, დიდ აფეთქებას მაგას უნდა ხო. არის დიზაინერი ყავს თუ არა სამყაროს. თუ თვითორგანიზებადი სისტემა არის. აი თვითორგანიზებადი რო იყოს რაღაცას ხონდა შეექმნა ის სისტემა, რომელსაც შეიძლება თვითორგანიზება. მაშინის შემქმნელიც რაღაცას ხონდა შეექმნა. კი. მე მაგის რწმენაზე წავა საუბარი. ხო. არ ვიცი ხო, რა ვიცი. ორთხოვში ფიზიკაში არის ამ დიდი აფეთქებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი თეორია, რომ დიდ აფეთქებამდე იყო დიდი შეკუმშვა. და ეს სამყარო სულ იკუმშება წერტილში, მერე ფეთქდება, მერე ისე იკუმშება, მერე ფეთქდება და გრძელდება ესე წრეზე. და ამ ნახურეთში ასე თქვა შეკუმშვიდან აფეთქებამდე ინფორმაცია იშლება რა, ანუ რაც ხდებოდა წინ რესტარტი ხდება. რესტარტი ხდება, ხო. მაგრამ დღევანდელი ცოდნით დამოიწყო ტერმინი რომ იშლება ყველაფერი სამყაროში რა, მაგრამ როგორც არის. ანუ სამყარო ფართოვდება და ცივდება, შორდება ერთმანეთს. თერმოდინამიკური სიკვდილი. ხო. ხო და რა იწვევს მე შეკუმშვას, შეიძლება მოხდეს ამ ცოდნით რაც გვაქვს რა, შესაძლებელია მე ეს ყველაფერი მაინც შეეკუმშოს? აი მაგასთან დაკავშირებით ხომ მე მაგალითად მახსოვს 90-იანებში საუბარი იყო რომ უფრო მანამდეც იყო საუბარი რომ ფართოვდება და 90-იანებში დაიწყო საუბარი რომ აჩქარებულად ფართოვდება. მერე იყო კიდე საუბარი რომ შენელებულად ან თანდათან ნელდება ეს გაფართოება. ნუ ეს არის კიდე კვლევის დარგი, ასე ვთქვათ, კოსმოლოგია დიდ მასშტაბებში. ჯეიმს ვების ტელესკოპის მონაცემებიც ალბათ ბევრ ახალს გვაჩვენებს განსაკუთრებით შორეული გალაქტიკებისთვის. ხო. ანუ თუ იშლება და ფართოვდება და ცივდება, მაინც შეიძლება მე რამე ძალა იყოსაც შეკუმშავს? ანუ თუ ეს ძალა არის, ახლავე გვეცოდინება, ანუ ბნელი მატერია მაგალითად რა, რაღაცა ესეთი. კარგი და ბოლო კითხვა ტრადიციული ჩვენი პოდკასტის რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრავი ალბათ ყველას თავისი აზრი აქვს ცხოვრების. ჩემთვის არის რომ რავი ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლე არის, არ არის იოლი და რავი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და შევსუბუქოთ რაც ერთად გვიწევს არსებობა ეგ პერიოდი რა. რავი სხვა რა შეგვიძლია. ან გაუმჯობესოთ ხო სიცოცხლე ცხოვრება მომავალსაც და რა ვიცი ეხლა არსებულ ადამიანებსაც. და ნუ გარდა ამისა დავამატებდი როგორც ფიზიკოსი რომ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ბუნებაზე, იმიტომ რომ გვაქვს ეს უპირატესობა, რა ვიცი, სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან შედარებით, რომ აზროვნება შეგვიძლია, კვლევა შეგვიძლია და რავი შანსი არის რომელიც უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩემი აზრით, იმიტომ რომ არასოდეს არ ვიცით რას გავიგებთ ახალს რა. ხო. კარგი, მადლობა. ბოლოს პოდკასტებს თუ უსმენთ ხოლმე? ძირითადად უკრაინა, რუსეთის ომზე. ანუ სამეცნიეროს არა, მე მეკითხა მე სამეცნიერო პოდკასტს ხო როგორ ჩავიდეთ? სამეცნიერო პოდკასტ, უფრო ლექციებს უსმენ ხოლმე კონკრეტულ ძალიან ტექნიკურ რაღაცებზე, ხო. და ნუ AI-ზე უსმენ კიდე პოდკასტებს კი. ხო. AI-ზე რომელი არის კონკრეტული? ერთი არის დეივიდ ონდრეი თუ რაღაცა ესეთი ქვია, ახალგაზრდა ბიჭი არის. და მეორე სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ. ცოტა პუტკუნა კაცი არის ხუჭჭათმია. კარგი. დავამთავროთ. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ პირიქით საინტერესო საუბრისთვის. ხო ეს კითხვები, ბევრი ისეთი კითხვა დაგიშვით, ხო ვიცი, რომელზეც პასუხი წინასწარ არსებობს. თქვენი აზრის მოსვლა მინდოდა, თორე ეს ამ თემებზე ფიქრი, რა ვიცი, ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის რა და მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცი, რომ შეიძლება პასუხი მაინც ვერ იპოვა.
დიდი ალბათობით. მაინც მეფიქრება ხოლმე. იმედია მაყურებელსაც დარჩა რაღაცა ახალი გაიგო აქედან, დარჩა ბევრი საფიქრალი კიდე. მადლობა ჩვენ მხარდამჭერებს, ესენი სოკარი სელფი და ტიშერტი და შევხვდებით ერთ კვირაში. მადლობა დიდი. ნახვამდის. ნახვამდის.